Salve, ჩემო კაი ხალხო. ჩემო ძვირფასო ადამიანებო. მე მინდა გითხრათ, მე ძალიან თბილისი მართოს ძალიან მაგარი ადგილი არის, მაგარი ქალაქი არის, მაგარი ბუნება შეიცვალა ყველაფერი. აი რომ გავივლი გამოვივლი სიამოვნებს, მაგრამ მიყვარს ვაკეში რომ გავდივარ, რა ვაკეში რომ გავდივარ, იქიდან წამოსულ აღარ მინდა ისე გააკეთა ამ კალათზე მბენაცვალე გულისულში დალოცული ამბობს თავის მეუღლესთან ერთად ასევე ივანიშვილს დაულოცავ თავის ოჯახთან ერთად ასევე ღარიბაშვილს დაულოცავ თავის ოჯახთან ერთად გახარებას სიკეთ დაგლოცავს უფალო მე რომ მივდივარ მაგბახში მაგრამ სიამოვნოს ამად გააკეთეს ბალღებისთვის ამად გააკეთეს ახალგაზრდებისთვის ეს ყველაფერი კომფორტი ახალგაზრდებისთვის გააკეთეს ეს კომფორტი არის რო გახვალ მე ამ ხელა კაცის გავდივარ და სიამოვნოს იქიდან წამოსულ აღარ მინახვალ მე ეგეთ სილამაზეა ეგეთი ყველაფერი არის გამამაზებული და რა ვიცი აგეთკენ და მივედით ჩემო კაი ხალხო და ბიჭმა დაგპატიჟა და მანქანებზე გვაკატავა აი მოდი იმ ვისაც დავლოცავ და სიკეთეს მივცემ თავის ოჯახში გახალი აი და ქალაქში ჩადებული მინდა გამოვხალხო და ჩვენი სიკეთე უნდა დავინახოთ ამ ადამიანების გაკეთებული ჩვენი ხელისუფლების მგან ვინ რას აკეთებს ვინ როგორ აკეთებს ჩვენ იმათკე უნდა გავიხედოთ სიკეთე არა ბოროტებისკენ გაიხარე უჩვენ ჩვენ ესენ ჩვენთვის აკეთებენ და ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი სიყვარული გულისათვის რიყე გავივლი რიყეზე სიამოვნებს სულ ყველგან ბუნება არის მივარ საცამინა დავჯდები ხოლმე სურათებს გადავიღებ იგრემ სიამოვნებს ვენაცვალე ამ ხალხსა რა ამათ მარჯვენას ვენაცვალე და ამათ გულსა და სულს ვენაცვალე მე აი ეს სიკეთე გააკეთეს ამათ წარმოიდგინეთ რომ რიყეზე რომ გავდივართ რიყე მე კი არ მგონია უკვე სკვერი უკვე მგონია რომ მე ვარ სადღაც ევროპის ქალაქში სადაც არის ყველაფერი არაჩვეულებრივად გაკეთებული ყველაფერი არის ნორმაზე მოყვანილი სადაც დადიხარ ყველა გულში გიხუტებს გიკრავს აი ეს სილამაზე ეს ყველაფერი ხო დასაფასებელია ხალხო ამდენი ეკლესიებით არის სავსე ქალაქი აი თითქმის ყველა კუთხეში არის ეკლესია, ჯვრები, მონასტრები, ეს ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა. ჩვენ ეგ პირველ უცრაზე რომ დავდივართ მე და ჩემი მეუღლე და შევდივართ და ვლოცულობთ, შევდივართ თამამად. ჩვენ საქართველოში, ჩვენ დედაქალაქში, თბილისში, რომ ჩვენ გვაქვს ამისი საშუალება, გვეძლება რომ ჩვენ ვილოცოთ და ვიაროთ ეკლესიაში. ეს ხალხი არის მართლა რელიგიური ხალხი და მეორეც ჩემო კაი ხალხო, მივმართა მამაგვებს. დავლოცავ მამაგვებს, ილია მეუღლეს დავლოცავ სიკეთების ჯანმრთელობა, გამოჯანმრთელება, ბედნიერება, ყველა მამაგვებს მიულოცავ. ჯანმრთელობას, ბედნიერებას, აგ ეკლესიამ დალოცოს თავის ოჯახებში გახარება სიკეთე. მე რო ეკლესიაში ავდივარ, ისე სიამოვნებს. მამაგვებს რო ჯევეხუტები, ჯევესყოლლებკე, დამლოცავენ, დავლოცამკე ყველა მამაოს ვენაცვალე, ყველა ჯიგარ ადამიანს ვენაცვალე და ის გული და სული გზნობენ რომ ჩვენ გვიყვარს უფალი და მამაოები. შენ და კეთი ხართ სულიერი ადამიანები. კი ბატონო, სულს ამაიღებთ, სიკეთეს თესავ თქვენი ცხოვრება. ჩვენ რო დავდივართ, ჩვენო კაი ხალხო, ჩვენ დავდივართ წყნარად, დილობიანად, კულტურულად. ის თუ იმას გამიკეთებს, მე თავს ჩავხრი. ჩემთვის წყნარად გავივლი, რომ არავინ არ იტყვის, ვაგე კეთია და უჩა, ეგეთები არიან. აი უჩა ისეთი ადამიანია ზოგადად მინდა აგიხსნათ რაც გინასაწინააღმდება პროვოკატორობა გამოიჩინოს ვინმე მოწინააღმდეგე პირმა უჩა ყოველთვის თავს ხრის ლოცულობს ვაჟკაცურად აგზელებს თავის ცხოვრებას ის მიდის ტაძარში ეს ადამიანი მართალია იმ ადამიანთან და ის არაადვეკატური პიროვნება არის ჩამოუყალიბებელი დონეზე არ დგას და გონება არ აქვს მასკან ვითარებული ამიტომ ეს ატარებს არ ყვება ასეთ პროვოკაციას და პროვოკატორობას და პირიქით მიდის მიზნობრივად და თავის ოჯახთან მეუღლესთან ერთად აგზელებს ბედნიერ ცხოვრებას და მომავალს უჩას აქვს თავისი აზრი უჩას აქვს ჩამოყალიბებული გონება არ არის ვიღაცა ორპირა ადამიანები რო არიან ასევე დღეს ერთ აზრზეა და ხვალ მეორე აზრზეა უშას აქვს თავისი გადაწყვეტილება მიღებული ცხოვრებაში და თვითონ აგრძელებს ასეთი ვაჟკაცური მიმართულებით ცხოვრებას და ასევე მინდა გამოვხატო რომ უჩას თელი საზოგადოებას ცემს პატივს თელი საქართველო თელი მსოფლიო
ეს რა თქმა უნდა ჩემი მხრიდან მოხდა რომ ჩემი მეუღლე გახდა და მე ვიყავი ჯერ სოფლიო დონეზე პირველი ადამიანი და აგერ მეუღლემ უფრო მეტი პირადი მომიტანა და დიდი სიყვარული მოიტანა ჩემთან ბატონმა უჩა ჭაბაშვილმა. ასევე მიმართავ ჩვენ ძმაკაც პოლიციელებს სიგეთეს ბედნიერებას ჩემო კაი ხალხო ყველას აქვს თავის სამსახური. სამხედრო იქნება, პოლიცია იქნება, დაცვა იქნება, ჩვენი საქმე არ არის. ყველას თავის სამსახური აქვს, ყველას თავისი ხელობა აქვს, ყველას ისა აქვს. მე თუ ტრაქტორისტი ვარ, ის პოლიციელი არის, ის სამხედრო ბიჭი არის. ყველა თავის პეროში არის განათლებულები და ყველა თავის იმაში არის. მოდი იმ ხალხს და მივდავ დავლოცამ ეკლესიურად. ჯამთელოა, ბედნიერობა, ყველა გვერდზე გვიდგა, ყველა გვესალმება, ყველა კითხულობს. ძალიან გვიყვარს. ძალიან, ყველა გვიყვარან და ყველასაო სემპათია, იმიტომ რომ ყველა კაი ხალხს ვენაცვალე გულში. მაგას ვერავინ ვერ იტყვის, ვის როგორ და რანაირად. რა თქმა უნდა. ვის როგორც უნდა იგრე ეცხოვრება. რა თქმა უნდა. ესე არიან, მოდი ამ ხალხს ვენაცვალეთ გულში და სულში. არავინ, აი მოდი ასე ვიტყვი. არავის განსასჯელი არ არის. ყველას აქვს თავის ცხოვრების ჯვარი, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ჯვარი და ყველა ვზიდავთ სხვადასხვა ჯვარს. ჩვენ ჩვენი მოვინანიოთ და სხვას მიშევეხებით. აი მე ამით დავიწყებ კიდე ჩემ მეუღლესთან ერთად საუბარს. არავის საქმე არ არის ჩვენი პირადული ცხოვრება. ჩვენ აქ ცხოვრობთ ძალიან ბედნიერები ვართ. უფლისგან დალოცულები, ნაკურთხები, სულიერი მამებისგან, გვაქვს დიდი დალოცვა და რა თქმა უნდა პირველ რიგში უფლისგან. ჩემო კარგო, არც ვიცოდი, კეთია თუ ეგეთი ნიჭიერი იყო მივმართა მან ბატონ კეთიას. ქალბატონ კეთიას მივმართა. ესეთი ნიჭიერი გოგო თუ იყო არ ვიცოდი. მეორე კვირა არის, მეორე თვე დაიწყო რაც ერთად ვართ, ერთად. თავდება ბიჭო რა. ბრა. მეორე თვე თავდება. მეორე თვე თავდება. სუდამაბნი თავდება მესამე თვე იწყება და მე არც ვიცოდი ეს ადამიანი რომ ესეთი ტვინიანი, ესეთი ნიჭიერი ადამიანი, ესეთი ჩამოყალიბებული გოგო, ესეთი განათლებული, აი ესე რომ უყურებდა, პირღია უყურებდა, მე მიგვირს რომ აი ესეთი ნიჭიერი გოგო რო არის და ამას კიდევ და კიდევ გვერდზე დამდგომი რო ყოლოდა, ეს იგეთი გოგო იქნებოდა რომ აი ასე აი ესე უნდა ატაროს ადამიანმა, აი ჩასაყლაპი ადამიანი. კი, მე ბევრი რამე არ ვიცი, ბაზარი არ ვეკითხები ხოლმე, ეს როგორ არის, ის რანაირად არის. შეიძლება ამანაც შემეკითხოს, მაგრამ ჩვენ ერთმანეთში ცხენ არ გქონია არასოდეს და არც გვექნება ესე მივდივარ და წავალ. მე ძალიან მიყვარს ეს ადამიანი, ჩემო კაი ხალხი. და კეთისავ სემპათია, იმიტომ რომ ჯიგარი და გაგებული ადამიანია და მე მიყვარს ძალიან. მადლობა ჩემო საყვარელო ადამიანო, მართლა კარგი მეუღლე შემხვდა. მინდა აღვნიშნო რომ ეს იყო ძალიან ჩემთვის შოკირება, რომ მესამე თუ გამიმართლდებოდა, არ მეგონა. მართლა ვერ ვდგავდი ამ ნაბიჯს, მე ყოველთვის რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი თვალწინ თავი მაქვს დახრილი, რომ ჩემს მასაც შეუგლოდი, მე გაუჯახებას არ ვაპირებ, მაგრამ მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს უჩამ ხელი ჩამავლო და აღარ გამიშვა. მოხდა ესეთი რამ, რომ მის გვერდზე აღმოჩნდი და ეს იყო მართლა უფლისგან ყველაფერი მოსალოდე, ანუ უფლის გზა, ჩვენი შეხვედრა და ჩვენი დაოჯახება. ზუსტად მოხდა 17 მაისს ჩვენი ბედნიერება. და მინდა აღვნიშნო, რომ უჩა ჭაბაშვილმა მე იმდენი რამ მასწავლა კიდე თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე, როგორც არა მარტო როგორც საუკეთესო მეუღლე, არამედ როგორც ჩემი საუკეთესო ძმაკაცი, მეგობარი, ახლობელი, ყველაფერია ჩემთვის უჩა ჭაბაშვილი. ფსიქოლოგიც არის, მოდი ასე მინდა რომ აღვნიშნო. უჩა ჭაბაშვილი ჩემთვის ახდენს სასწაულებს. რაც სხვა ადამიანი ვერ მოახდენს ვერავის გამო. ამიტომ მინდა რომ ამ ჩემმა მეუღლემ გამოიყვანა ჩემი ცხოვრება ყველა დეპრესიიდან, ყველა იმ ტკივილიდან, რაც მე წარსულში განცდა და ტკივილი მაწუხებდა. გვერდში დამიდგა, თავის თავზე აიღო ყველაფერი, ყველანაირი საქმე ჩემი წამოწყებული წარსულიდან მომავლამდე გაგრძელებული და მიყვება ბოლომდე ასე ჩემს ცხოვრებას, რადგან უჩას უყვარვარ ძალიან. და ეს არის ისეთი ადამიანის გულში რო ჩასვავს, იქ დაკეტილი აქვს უკვე ის გულის კარი. ეს არ არის მე წეღანვე აღვნიშნე ის ადამიანი, აი გოგოები რო უწერთ რომ კირპიჩიჩი არის სხვა ადამიანი. კირპიჩიჩი დაამთავრა უკვე ქეთისთან, დაიწყო ცხოვრება და ამთავრებს ქეთისთან ცხოვრებას და არავის საკაიფო და არავის საბულინგო ჩემი მეუღლე არ არის. და თქვენ თვითონ ახართ ამ ეტაპზე უკვე დაბალ დონეზე დამდგარი ადამიანები, ვინც ასეთ TikTok-ზე ასეთ ვიდეოებს
ფოტოშოპებს ავრცელებთ. არა გდეთ კუჩა. იცი რატო არა გდეთ? კუჩას იმხელა გაგება, შეგნება და იმხელა ის გააჩნია აზროვნება, ასე რომ თქვა ჩამოყალიბებული აზროვნება, რომ არც ცანცარა ადამიანია და ვიღაცა პათოლოგი ადამიანი ნორმალურ დონეზე განათლებული მეუღლე მყავს და არასდროს არ არის ის ადამიანი, ან მეუღლეს ატკინოს გული ვიღაცა არაქალების გამო და ან ვინმეს გამო. ის დგა ერთ აზრზე და იმ აზრს არასოდეს შეიცვლის. მე მინდა კიდე მერია დაულოც ჩემო კაი ხალხო, ვინც გვერდზე უდგა ჩემკეთის. ჩვენი ვანოს თამადობით, ჩვენი ვანო მოგიკითხავ დიდი სიყვარულით. ვანოს მოიგითხავ თავის ოჯახთან ერთად. გაიხარეთ. და ციკარაძე ვანოს მოიგითხავ თავის ოჯახთან ერთად. გახარებას უსურვებ, სიკეთეს უსურვებ, თავი მეუღლესთან ერთად ბედნიერი ჯამტელი იყოს. ბატონო ბიძინა ივანიშვილთან ერთად აქვს გადაღებული სურათი ოჯახთან და შვილიშვილებთან ერთად და ძალიან ლამაზი ხარ ვანო. ძალიან მემეწონა ვანოს თავი. და მე მინდა ჩემოკარგო საცახარი. იქ დაგალოცო ღმერთმა სიკეთე მოგწეს გახარება და ძალიან მინდა შენთან შეხვედრა, შენთან კარგა გაცნობა და ისპი ლაპარაკი, მაგრამ მე მგონი რომ ჩვენ კარგად დავწერთ. ვანო ეუბნება კახი კალაძესთან ფეხბურთი უნდა ითამაშოს უჩა ჭაბაშვილმა. სიტყვას ვამოვანო ბოტას ისა იმე კეტებ დავითრევ. მაიკას იცნო. მაიკას ვიცნებ მილანისაი 20 ნომერი. 20 ნომერი თამაშობ ბატონ კახი. შენ მეკარე იქნება კეთი, შენ მი მეკარე იყავი და ვინათავებ. ბაზარი არა, სიტყვა არის, სიტყვა პირიდან ამოდის. გაიხარე, ვანო, შემსრულებელია უჩა ჭაბაშვილი, ბატონ კახის ეთამაშება ფეხბურთს. არა, ზოგადად მიყვარხართ, ჩემო მერიას ხალხო, მაგრად მიყვარხართ, მაგარ პატივსაცემ. კეთიას რო ასე ყველანი ვეძებდით ყველანი რო პატივსაცემ. მე მიყვარან ძალიან ჩემი ხელისუფლების უკვე იგეთ პატივსაცემ, ჩემო კაი ხალხო რო აი მე ეთქვი მალადეც კირპიჩიჩო რა. ნადირი ხარ რა. კირპიჩიჩი ნადირია, ნადირი გელია და ასე. ვალადეც, ნო, მალადეც. დაგლოცოთ უფალმა. მაგრამ მე მეწონე ძმაო და კაი საქციელები ჯიგარი კაცი ხარ ჩემო. ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ. მინდა აღვნიშნო მეგობრებო, რომ მთელი მერია მხარს უჭერს კირპიჩიჩას და ქეთი ეგიდუნაშვილს. ასევე ისინი უკვე გეგმას იმუშავებენ, რომ ბინა გადაეცემათ ქალაქ თბილისში. სადღაც ეცემა და რომელ ადგილზე და რა ქუჩაზე ეს უკვე არის ბატონი კახი კალაძეს გადაწყვეტილი. მიყვარხართ, დაგლოცოთ უფალმა და სულ წარმატება წინსვლა და ბევრი სიხარული და ბევრი დოლარები წვიოდეს.